მოგესალმებით, ეს არის გადაცემა 20 წუთი და დღეს ჩვენი სტუმარია ლექტორი, პოლიტიკოსი მაია ქვრივიშვილი და დღეს ჩვენ მოვისმენთ მაიას 20 წუთში ჩატეულ სათქმელს. მაია, მადლობთ, რომ მუდმივად აი ესეთ თაცაბულ რეჟიმში გვიწევს ხოლმე საუბარი და მუდმივად ხარ ჩვენთან სტუმარი, არასოდეს არ ამბობ ვარს. დავიწყოთ. მოკლედ, რა ხდება, რას ხედავ, რა მოცემულობაში ვართ და მით უმეტეს აი ამ აქციების ფონზე, აი ამ დაკავებების, დარბევების ფონზე. რა ემოცია გეუფლება შენ, როგორც მოქალაქეს, როგორც ლექტორს, რომელსაც მუდმივად გაქვს მომავალ თაობასთან კავშირი და როგორც პოლიტიკოსს. მადლობა მოწვევისთვის, ქალბატონო ქეთი, მივესალმები თქვენს მსმენელს. საკმაოდ ცუდი განცდები მაქვს, როდესაც უყურებ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში განსაკუთრებით, იმიტომ რომ მე პერსპექტივას აქ ვერაფერს ვერ ვხედავ, სამწუხარო რეალობა ის, რომელიც წლების განმავლობაში აი ასეთმა დამოკიდებულებამ, ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ, სამშობლოს არ განცდამ, სამოქალაქო შეგნების არ ქონამ და ან ძალიან დაბალი სამოქალაქო შეგნების არ ქონამ, მოიტანა იქამდე, რაც დღეს გვაქვს ჩვენს მოცემულობა, მუძალადე ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არის არალეგიტიმური. მოდი ეს აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა ამ ხელისუფლების პირობებში არის არალეგიტიმური, იმიტომ რომ გაყალბდა არა მხოლოდ იმ 4 ეგრეთ წოდებული ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების, ამეთ ზოგადად ყველა სუბიექტის, ვინც როგორც პოლიტიკური პარტია იღებდა მონაწილეობას, ხო, ეს უნდა ითქვას აუცილებლად. გაყალბდა ჩვენი ხმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მივეცით ჩვენს მრჩევლს, ასე ვთქვათ, არ ახსახელისუფლებო პარტიებს და პარტიას, იმიტომ რომ სატელიტები ყოველთვის ყველა ხელისუფლებას ყავს ხოლმე, სამწუხაროდ. და ეს არის გავგონარი ძალადობა, რომელსაც ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უფრო სწორად იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რუსული რეჟიმი, რომელიც მთლიანად აკეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს მარტო დასავლური ცივილიზაციისგან შორს, იზოლირებული და ჩვენ ეს გავიარეთ ის 70 წელი მანამდე ნებისმიერი საზოგადოება როგორც არ უნდა ძველი და განვითარებული იყოს, თუ ის იზოლაციაში მოხვდება, ის ვეღარ ვითარდება. ის თავის შეჭამს, როდემდე გაუძლევს წინააღმდეგობას გაწევს ესეც გავლილი გვაქვს და საბოლოო ჯამში ვიტყვით თავის შეჭამს ნებისმიერი საზოგადოება, ნებისმიერი კულტურა. მე არ მინდა რომ ეს დაემართოს ჩვენს ქვეყანას, თან არ დაბავიწყდეს, რომ საკმაოდ სერიოზული დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. მილიონობით ემიგრირებული თანამოქალაქე ყავს სხვადასხვა ქვეყნებში და ჩემს და სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა უკან დამბრუნებელი აღარა, სამწუხაროდ. უფრო მეტი ადამიანი მიდის და კიდევ უფრო მიდის და ყველაზე ცუდი რაც არის ახალგაზრდები, იმიტომ რომ მათ არ აქვთ არანაირი იმედი, პერსპექტივა. მიუხედავად ამისა, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აი ამდენი ხანია ოქტომბრიდან მოყოლებული უკვე მეხუთე თვეა იწყება მაია, აი ასეთ პროტესტს ახალგაზრდებისგან და აი ესეთ უწყვეტს, ხანგრძლივს. ველოდი, იმიტომ რომ ყველაზე მგრძნობიარე თემას შეეხო, მე ვიტყოდი კოლაბორაციონისტი რეჟიმი, რომელიც ჩვენს ოკუპანტ ქვეყანასთან, რუსეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობს, ასე ვთქვათ. ერთ-ერთში ახმოვანებს იმას, რასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება სურს საქართველოსთვის და ეს არის ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. და ამიტომ ველოდი იმას, რომ ახალგაზრდები აუცილებლად გააპროტესტებდნენ ამას, იმიტომ რომ ეს ის თაობა, აი ჩვენი თაობას კი, რომელიც საბჭოთა პირობებში, რაღაცა პერიოდის განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება და ჩვენი მშობლების თაობა უფრო მეტი იცის კიდე ამ საშინელებაზე, ჩვენს კი გქონდა პროტესტი, როდესაც ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და საერთოდ სახელმწიფოებრიობაზე აქ. იმაზე არ არის ყოფნა, არ ყოფნა ზუსტად არა რომელი პოლიტიკური პარტია, მემარჯვენე, მემარცხენე, აბსოლუტური უმრავლესობა არც ფიქრობს ამას, ხო, წარმოდგენაც არ აქვს სამწუხაროდ. მაგრამ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნაზე. ეს პროტესტი
და ეს ბრძოლა არის ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი თანატოლების, რა ვიცი, მეგობრების, კოლეგების, ნაცნობების ბრძოლა არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის. ეს არ არის ლიტონის სიტყვები, არც რაღაცა მრავალფერდოვნება, ეს არის რეალობა, მოცემული რეალობა, რეალობაშიც ჩვენ გვიწევს დღეს ცხოვრება და ბრძოლა, იმიტომ რომ თუ ჩვენ დავრჩებით დასავლური ცივილიზაციისგან მოწყვეტილ, ეს არ არის იდეა ფიქსი, ჩვენ დასავლეთი გვინდა, ევროკავშირი გვინდა, საქართველო ყოველთვის იყო იმ დასავლური ცივილიზაციის სათავეებთან, ჯერ კიდევ, როდესაც შეიქმნა ის, ხო, როდესაც ქრისტიანობა გახდა მაშინდელი და რომის იმპერიის, ხო, რაც დასავლეთად აღიქმნებოდა და მე მის გავრცობა და განვითარება ხამ ისტორიასაც აღარ მოვყვებით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მისი ნაწილი, აქტიური შემოქმედი, მონაწილე ზოგადად ამ ცივილიზაციის შექმნის, ხო, საწყისები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი ჩვენი კულტურისაც და დასავლური კულტურისა. ქრისტიანობა. თქვენი ციტა, თქვენ გაქვთ ამის თქვის უფლება, იმიტომ რომ ხართ ისტორიკოსი. და ამიტომ ეს არ არის იდეა ფიქსი, რომ აი დასავლეთთან გვინდა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი დაბრუნება ჩვენს კულტურულ წიაღში. ეს არის ქრისტიანული დასავლეთი. და ყოველთვის ვიყავით ჩვენ მისი ნაწილი, ბიზანტია, რომელიც დაამთავრა თავისას. ხო, ყოველთვის ვიყავით. ამიტომ ვიღაცებს გონიათ, რომ აი რუსეთი არ არის ქრისტიანული ქვეყანა და ხა რუსეთის ისტორია, ნუ სორს წაგვიყვანს, ძალიან შორდება ამ ქრისტიანობას და ქრისტიანულ საწყისებს და ეს ჩვენმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ. ამიტომ ის აი ეს მუდმივად დემაგოგია არის ხელისუფლება ეწევა. რომ აი დასავლეთი გარყვნილია და ასე შემდეგ, ხა ძალიან მაგალითებს თუ მივყვებით, ძალიან შორს წავალთ, ხო, იგივე. ყველაფერს თავი გავანებოთ, როგორც არ უნდა ცუდი და გარყვნილი იყოს, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება რეალობას, რუსეთი არის ოკუპანტი. ქვეყანა, რომელმაც ჩვენ წაგვართო ტერიტორიები, აღარ წავალთ შორეულ წარსულში 100 წლის წინ რაც მოხდა, დაურიგა სხვადასხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, თვითონაც და მიითვისა და ახლა სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ 90-იანი წლებიდან დაიწყო ეს პროცესი, ჯერ შიდა ქართლის ტერიტორია ჩრდილოეთ ნაწილი მიითვისა და შემდგომ აფხაზეთი, ხო? და უბრალოდ 2008 წელს ეს იურიდიულად გააფორმა, თორე ფაქტიურად ის საქართველოს დაკარგული ოკუპაცია იმდენად ახლოს 40 კილომეტრშია თბილისიდან და სულ ვეუბნებოდი ხოლმე სტუდენტებსაც, რომ ჩვენ ერთ დღეს როდის მიხვდებით რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ 40 კილომეტრი გვიყურებენ ავტობანზე როგორ მოძრავ და ვეღარ წახოთ თქვენ ბათუმში, ვერ დაისვენებთ, ვერსად ვეღარ წახოთ უბრალოდ. ვიქნებით ჩაკეტილი, ხო იყო ამის ცდელობა. ამიტომ დღევანდელი მოცემულობა არის ზუსტად ამაზე გადის, აი ეს წითელი ხაზი ყოფნა, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს ამიტომ რომ თუ სახელმწიფო არ გვექნება, ვერ განვითარდებით. დავკარგავთ ყველაფერს, ხო ეს არის, ეს უნდა გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ, იმიტომ რომ ნებისმიერი ხალხი, ნებისმიერი ერი მიისწრაფვის იმისკენ, რომ კონდეს ეროვნული სახელმწიფო. ეროვნულობაში არაფერი არ არის და ნაციონალიზმი არ არის დანაშაული, პირიქით, რომანა ნაციონალიზმი ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო და მათ შორის ვერც აღმოსავლური სახელმწიფო ვერ იარსებებდა და საერთოდ არ იქნებოდა. ამიტომ ყველა სახელმწიფოს საფუძველი არის ეროვნული იდეა, რომელიღაცა ეთნიკური ჯგუფის. და ამ ეროვნული სახელმწიფოს შექმნაში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოს შექმნაში არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველები მონაწილეობდნენ. ეთნიკურად არაქართველები საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ. პოზიტიურს, რა თქმა უნდა. მათ შორის ომებში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარეობდა 90-იან წლებშიც, ძალიან ბევრი ქართველი სომეხი, ქართველი რუსი, მათ შორის ასე ქართველი აზერბაიჯანელი და ქართველი სომეხი საქართველოს მოქალაქე. მოქალაქე, ხო ეს არის კი. ეს რასაც ხედავთ დაუშვათ, ხო, ისტორიულად მოდის, თუმცა ჩვენ ამას ხედავთ ყოველდღიურად. შესაძლებელი არის სულ არ იყოს ის ეთნიკურად ქართველი და იყოს უბრალოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უფრო მეტად შესტკივა ქვეყნისთვის. ამ ქვეყნის მოქალაქე და შეიძლება არ იყოს თავს და აი ყველაფერი რასაც ჩვენ ვუყურებთ, ხო, აი ამ ხნის განმავლობაში მიედინება აი ესე თავის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს აქციები და რომ იფიქრებ, რომ აი რაღა უნდა მოხდეს ისეთი, რომ კიდე რაღაცა გაგიკვირდეს ამ ქვეყანაში ხდება და ხედავთ, რომ ქვეყანა სრულ იზოლაციაში ექცევა. მე არ ვიცი, დღეს ნამდვილად აღარ გადამიმოწმებია, მაგრამ როდესაც მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ძალოვანები დააჯილდოვა, მის უკან არ იყო ევროპული დროშა. აღარ იყო ევროკავშირის დროშა, რომელსაც ჩვენ მუდმივად ხედავდით წინა პრეზიდენტების ხო ეს არის სხვადასხვა შემთხვევითი, ეს მიზანმიმართულია, ისინი ესე გვაპარებენ ასე რომ ვთქვათ, რომ თვალს მოშორდება ნელ-ნელა გონებას, ნუ ესე თვლიან, ესე მიიჩნევენ, მაგრამ
ის რაც ჩვენს ხალხს სურს, ის აუცილებლად მიიღწევა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ. პირველი ძალიან მნიშვნელოვანია ისიც ქალბატონო ქეთი, რომ საერთაშორისო ვითარება როგორი იქნება, დასავლეთში რა სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ რუსეთის ფაქტორი საკმაოდ მძიმეა, მათ შორის ევროპული ქვეყნებისთვის. რუსეთის ასე ვთქვათ განეიტრალება თუ რაღაცნაირად შერბილება, პირველ რიგში ყველა თავის ქვეყანაზე ფიქრობს, მოდი ეს არ დაგვავიწყდეს, მაგრამ ჩვენ კარგი სიტუაცია იყო ხა რაღაცა პერიოდი, ეს ბოლო 3 წელი განსაკუთრებით, რომ ჩვენ გვესარგებლა რაღაცებით, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ კოლაბორანტი ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელი იყო და კიდევაც ნახეთ, იქ დუარესობისკენ წავიდა ჩვენი საქმე, ამიტომ იმის თქმა, რომ აი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები, ოღონდ არ უნდა ჩაატაროს ამ ხელისუფლება. ეს ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, თქვენ გთით, რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ხო? რადგანაც ხელისუფლებამ უნდა დანიშნოს ეს არჩევნები, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის გარეშე ვერ დანიშნოს, ხო? მაშინ რა გამოდის, ოპოზიცია პარლამენტში შევა, მერე რა მოხდება იქ უკვე არავინ არ იცის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითი წინა არჩევნების პერიოდი, კარვების გაშლა და შემდეგ ყველა ოპოზიცია შევიდა იქ. თუნდაც შევიდეს ოპოზიცია და დაინიშნოს არჩევნები. არჩევნებს ხომ ისევ ეს ხელისუფლება ნიშნავს. აი იქ სად არის ბერკეტი? ჩვენ არჩევნებამდე ძალიან ხშირად გქონდა ეთერი და მუდმივად ვსვამდი ამ კითხვას. თქვენთანაც მაქვს ეს კითხვა დასმული, სად არის ბერკეტი? რა გარანტია აქვს ახლა ოპოზიციას სიტყვაზე, რომ უფრო ნაკლები პროცენტი არ მიიღოს, ვიდრე მიიღო წინა არჩევნებში? ამ ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს. არის ამის საშუალება, რომ ჩაატაროს ეს არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციამ, აქვს მნიშვნელობა ეს თუ იქნება, თქვათ, ევროკავშირის ეგიდით რომელიმე ორგანიზაცია, თუნდაც გაერო, რომელიც თუნდაც მოხდეს ყველა ფუნქციაა ყოველთვის საჭირო და კრიტიკულ მომენტებში, მაგრამ ეს უნდა ჩატარდეს ამ ხელისუფლების გავლენის გარეშე. წინასწარ შემთხვევაში უარესი შედეგი დაიდება, იმიტომ რომ დაწერენ იმ ციფრებს, რომელიც უნდა და ბატონო, თქვენ კი ამბობდით, მაგრამ ესე არა, ანუ ხო ვიცით როგორც რა ძალადობრივი მეთოდების ქვეშ ტარდება არჩევნები ყოველ 4 წელიწადში. მე მისმის, აი აბსოლუტურად მისმის, ახლა თქვა რას ლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როცა ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც ის ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებას მისცეს ხმა, გამოვლენ და აუცილებლად იტყვიან, რომ რატომ უნდა ჩაატაროს ჩემს ქვეყანაში სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. აი აქ რა პასუხი უნდა მიცეთ? ხო, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება თავისი მოძალადეობრივი მდგომარეობით არ არის ლეგიტიმური და ფაქტია, რომ გაყალბებული ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები. თუ გახსენდება სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც ვფიქრობდი კი იყო ასეთი და ვერ ვიცებ და არ მინდა რომ შემეშალოს და არასწორი ქვეყანა დავასახელო, მაგრამ იყო ასეთი პრეცედენტი, როდესაც ხალხმა საზოგადო პროტესტმა, საყოველთაო პროტესტის შედეგად, ეს მოცემულობა დადგა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს არჩევნები. რა თქმა უნდა, კიდევ ჩვენი პრობლემა არის ძალიან დიდი პრობლემა, ოპოზიცია, რომელიც არ არის კონსტრუქციული. მოდი ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის სერიოზული პრობლემა და ოპოზიცია, რომელიც ითვლის მხოლოდ თავის რეიტინგებს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რამდენი წელი გაძლო ოპოზიციაში, ვინ უფრო მაგარი ტიპია, ვინ რომელი, თუმცა ყოველდღურად უშვებენ შეცდომებს სამწუხაროდ. და ის პროტესტი, რა თქმა უნდა, ყველა პროტესტი პოლიტიკურია, მოთხოვნები პოლიტიკურია, პოლიტიკოსები უნდა მართავდნენ პროცესებს და საყვედური ახალგაზრდების მიმართ ისინი არავის არ იკარებენ. მე ამაში არ ვთვლი, რომ სწორია პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, ეს საყვედური ახალგაზრდების მიმართ, რომ ეს ახალგაზრდები წლებია უყურებენ მათ უნიათობას. იმ თვალსაზრისით, რომ შევიდნენ ერთხელ პარლამენტში ორჯერადში და არაფერი არ გაუკეთებიათ. ხო, რეალურად საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ყოველთვის. სხვათა შორის წინა ხელისუფლების დროსაც ეს პრობლემა იყო. ამიტომ ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს, უნდა იყოს მრავალპარტიული და არაორპარტიული. აი როგორ უნდა იყოს ეს მრავალპარტიული? თითქოს აი წინა არჩევნებზე თითქოს სხვა პარტიები გამოჩნდნენ. თუმცა ნახეთ, რომ ბარიერსაც ვერ მიუახლოვდნენ, ხო? იმიტომ რომ პირველ რიგში ოპოზიციისთვის არის ეს მიუღებელი, რომ ვინმე კიდევ მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაცა ბარიერი გადალახოს და გამოჩნდეს კიდევ ვიღაც, რომელიც რაღაცას იტყვის და შეცვლის რეალობას. ხო, უბრალოდ საზოგადოების მხარდაჭერა იქნება, იმიტომ რომ, როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ და ახლა ვითვალოთ, ვინ უფრო მეტი დაარბია, ვინ უფრო მეტი სისასტიკე გამოიჩინა ამ ხელისუფლებამ, ხედავთ ხა ყოველდღიურ საშინელებებს, იმიტომ რომ
ქალებზე, ახალგაზრდებზე ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია რომ უყურებთ ჩემს სტუდენტებს როგორ სცემენ და როგორ აყენებენ შეურაცხყოფას იმათ ვინც მომავალში უნდა მართოს ეს ქვეყანა ჩვენ შვილებს ხო მარტო ჩემი შვილი ხო არა ვინც მე გავაჩინე და ჩემი შვილები არიან ყველანი მათი მეგობრები, ჩემი მეგობრის შვილები, ანუ ეს ჩვენი მომავალი თაობა, ეს ნორმალური პოზიცია მგონია მე ასე. და ზუსტად მათ უნდა ვაჩვენოთ, ვიცი, რაღაც სხვა განსხვავებული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან ძალიან გაბრაზებულები და მე რასაც უყურებ, ну ეს რადიკალიზმი მათი ასაკობრივია და ძალიან მისაღებია ჩემთვის, იმიტომ რომ ხა 14 წლის რადიკალებია ცოტა მიუღებელი, თორე ახალგაზრდებს ეს კიდევაც უხდება და სწორია მათი მხრიდან ეს, მაგრამ მათ არ აქვს გამოცდილება და არ უნდათ იმ ადამიანების გამოცდილების გაზიარება, რომელთა სახელით საკმაოდ დისკრედიტებულია და არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს. ლოგიკურია. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართლები არიან ამაში, იმიტომ რომ აი არჩევნების წინა პერიოდში სულის ხონდა, აბა ვის, ამან ეს მოკლედ გასაგებია. ხო, ახლა იმაზე მის დაყოლება ძალიან ხშირად გაიგებ, რომ კაი დაინიშნა არჩევნები ვის მივცეთ. კი, ზუსტად ეს სერიოზული პრობლემაა, ამიტომ სერიოზული სამუშაო ამ კუთხით, იმიტომ რომ ის კანონები, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო ეს ეგრეთ წოდებული აგენტების და ასე შემდეგ, მთლიანად ზღუდავს მეწარმესაც, პოლიტიკოსაც, ყველას, რომ რაიმე ფორმით არ არის ანუ ნორმალური კანონი იმისთვის, რომ რომელიმე ბიზნესმენმა რაღაცა თავისი სიმპათია პოლიტიკური პარტიის მიმართ დააფინანსოს, რაც ხდება დასავლურ ქვეყნებში და ამას დეკლარირებულად აკეთებენ, არავინ არ მალავს ამას. და შეზღუდულია გარკვეული ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ხარჯზე და შესაძლოა კანონებზე დრო არც ისე ვერ უჩვევა და კანონზე გამახსენდა 28 ახალ კანონზე აქვს მოწერილი არჩევნების შემდეგ ხელი და აი ხომ არ გეჩვენება რომ აბსოლუტურად ვაკუუმში ვიმყოფებით, რადგანაც იგივე რომ ის გზა რომელიც შემოსასვლელი გზა იყო და სტრატეგიული ობიექტი გახდა შემდეგ გახდა უკვე ცნობილი. აი რატომ გვჭირს ჩვენ ქართველებს ალბათ რა ვიცი ასე რომ არ ვადევნებთ თვალს და არ ვეძებთ იმ გზას, სანამ ურემი გადაბრუნდება. არა, ეს ჩვენ უფრო გლობალური პრობლემა, გლობალური საქვეყნო თვალსაზრისით და ვთვლით, რომ აი ეს, ანუ ამ წვრილ-წვრილი კანონებით საბოლოო ჯამში დიდი პრობლემა გვექნება. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ აქცენტის გადატანა ხდება ხოლმე ყოველთვის, როდესაც რაღაცა ცუდი კანონის მიღება, უნდა რაღაც სხვა რაღაცაზე, აი რაღაც სისულელეს ცუდი, აი რაღაც სასწაულს გააკეთებენ, მთელი ყურადღება გადადის იქით და უსვათ უკვე ვამბობ ხოლმე, რომ ეხლა რაღაც სასვინელება კანონს მიიღებენ, ამას იზარდენ, იმიტომ რომ ფაქტია ეს უკვე პრაქტიკაა და ნუ ის ვეღარ მივეჩვიეთ, იმიტომ რომ იმდენი პრობლემაა სოციალური ელემენტარულად, ნუ ოკუპაციაზე ეს ნომერ პირველია ჩვენთვის, საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, რომელსაც ეს მცოცავი ოკუპაცია და აბსოლუტურად უნიათო ხელისუფლება, რომლის პირობებშიც არც-ერთი ჩვენთაგანი, აი მათ შორის თბილისშიც არ ვარ დაცული, რომ რომელიღაც აქ ვიღაცა დაგოდიალობს თბილისში თავისუფლად რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს. შეიძლება ჩვენ ერთდღეს დაგვაუხლოთ და გაგვაქრონ ისე არა მხოლოდ რუსები, აი რა თქმა უნდა, არა ჩვენი დღეს ნახეთ ჩემს კოლეგებთან ერთად აქციის მსვლელობის პერიოდში აბსოლუტურად დაფარული ჩადრებით, მოდი და იფიქრე ახლა ვინ არის იმის საერთოდ ტერორისტია, ხო? არა ვინ არის ის, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა, იმიტომ აბსოლუტური დაუცველობა გვაქვს საკუთარ სახლშიც კი ხო ხედავთ ხალხს უვარდებიან. და საშინელებებს აკეთებ. ეს არ არის პოლიცია, ეს არის ჩვეულებრივი მარბიელი ჯგუფები. აი თქვენ ამას ამბობთ, მაგრამ გუშინ მე სოციალურ ქსელში ვუყურებდი და როდესაც მიდიოდა ეს გუშინდელი კადრები აქციის დაშლის, იქვე იდებოდა დაუშვათ საფრანგეთში როგორ შლიან ხელისუფლების მომხრეები დებდნენ ამ ვიდეოებს და მიტინგს შლიან საფრანგეთში. აი ზუსტად ეს მინდა თქვენ ის მიტინგები, როდესაც იწყება დაანგრევა ქალაქის. ჩვენ ხო არ ვანგრევთ და არ ვაფუჭებთ. თუ დაგავი დაიყრება, ვასუფთავებთ პარკებში ვაწყობთ და ერთ ადგილას ვაგროვებთ, ხო? ესეც არ ხდება, აი ამ 4-5 თვე გრძელდება უკვე. ესეთი ფეიერვერკებიც აღარ არის უკვე. ფეიერვერკ ხო მაგაზეც რო გქონდეთ რამე. დოლგანდების პირვადების კი არ გგრძალეს, ხო? ამიტომ ეს არის დემაგოგია სახელმწიფოს მხრიდან ზუსტად. არარელევანტური მოვლენების ერთმანეთთან შედარება. ისინი იწყებენ დანგრევით, დაწვით, კერძო სახელმწიფო ქონების განადგურებით. რა თქმა უნდა, იმას დაარბევენ. აქ რო იყოს, აქაც დაარბევით, არავის მისამართლებელი არ იქნება. ხა ჩვეულებრივი კრიმინალური აქტია. რას ითხოვენ ისინი? ჩვენ რას ვითხოვთ? საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.
ფაქტიურად გუშინ გზის გადაკეტვას მოყვა ეს ყველაფერი. მინდა ახლა რომ თქვენ ორ წუთში ჩაადიოთ ის თქვენი მიმართვა, რას მიმართავდით ხელისუფლებას, ოპოზიციას, ხალხს, სად არის თქვენი თვალით დანახული გამოსავალი? პირველ რიგში ის რომ ოპოზიცია არ არის მხოლოდ 4 პარტია, მოდით დავიწყოთ, გაცილებით ჯანსაღი ძალები ამ 4 პარტიის გარეთ არსებობს და ეს მე ვიტყოდი ის ჯანსაღი ძალები, რომელსაც შეუძლია კრიზისი და ქვეყნის გამოყვანა, იმიტომ რომ იმ ადამიანებს არ აქვთ ის ცუდი გამოცდილება, ხო კომუნისტებმა გაზარდეს კომუნისტი პოლიტიკოსები, მოკავშირე იყო მერე დაიშალა მარტი მომრავლებად და ის გამოცდილება აქვთ, არანაირი სიკეთე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ამას არ მოუტანია. ეს ერთი აუცილებლად უნდა მოხდეს მრავალპარტიული ეს შემდგომი მთავრობის დაკომპლექტება. არ შეიძლება ერთი პარტია იყოს მხოლოდ, პასუხისმგებლობა უნდა გადაინაწილოს ყველამ და აი ამ ხელისუფლება, ანუ ამ პრემიერმა და ამ მთავრობამ უნდა დანიშნოს საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩატარდეს და მე იქ ხარ როგორ პროცესი კანონის და შეთანხმების შედეგი, იმიტომ რომ რეალურად ის კონსტიტუციაც ხო არ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, კონსტიტუცია, რომელიც ყველა მთავრობამ სათავისოდ შეცვალა. კი, ნამდვილად არც არავის და კონსტიტუციას და კანონებს ნუ გამოიკიდებია ყოველდღურად არ ღვევენ თვითონ პოლიციელები, თვითონ ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ ევალებათ დაცვა, ამ კანონის და შესრულება, ამიტომ ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს და უბრალოდ უნდა მოვიდეს და ხალხთან დაიწყოს, თორე ეს არაფერი არ გამოვა, საბოლოო ჯამში ისეთ გამოვა კრიზისში შევა ჩვენი ქვეყანა, გამოსავალსაც ვერ ვიპოვოთ და ეგეც გავილი გვაქვს ჩვენ. ამიტომ ეს ხელისუფლება და ის ადამიანები, ვინც რაღაც აქონებად დააგროვეს, ძარცვით, ყაჭაღობით, ბიუჯეტის ქურდობით, ისინი მოტივირებულები არიან, რომ შეინარჩუნონ და გაიხანგრძელონ, მაგრამ მე იმ მოქალაქეებს მიმართავ, რომ ცოტა გამოფხიზნენ, რომ მათ ართმევენ, მათ შულებს ართმევენ. ახლა ეს არ არის რაღაცა მაღალფარდოვანი და ტყუილისი, მათ შულებს ართმევენ, ჩვენ შულებს ართმევენ მომავალს რეალურად და ჩვენ დავემსგავსებით ამ სამხრეთ ამერიკულ რომელიღაც მაფიოზულ ქვეყანას, ხელისუფლებაც რო ყავს და რეალურად ეს ხელისუფლება თვითონ რო კრიმინალურია და იქნება ძალიან მხოლოდ ორი კლასი, მაღალი და ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები და რეალურად არ იქნება თავისუფალი საზოგადოება. არც ერთი დემოკრატიას არ არსებობს ეროვნული სახელმწიფოს გარშემო. ეროვნული დემოკრატია ის, რაც სახელმწიფოს გადაარჩენს და განავითარებს. და ბოლო ჩვენთვანებაშვა მე ამ კითხვას ვსვამ, იმიტომ რომ მართლა ხალხში მესმის, არის თუ არა ახლა დრო ახალი სახეების, ახალი პარტიების გამოჩენის, თან მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თუნდაც ოპოზიციური პარტიები უკვე აქტიურად ემზადებიან 4 ოქტომბრისთვის, როდესაც გამოცხადდა თარიღი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების. კი, აუცილებელია, იმიტომ რომ იგივე მოცემულობა იქნება იქეთი, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეს მათემატიკური ჭეშმარიტებაა რაღაც. ამიტომ აუცილებელია ის ადამიანები, რომელსაც ენდობა ხალხი და დობა ცუდი წარსული ეს ადამიანების მიმართ არასოდეს არ იქნება. რაც არ უნდა სახელი დავირქვათ და შევიცვალოთ. ეს არის ფაქტი. აი რამდენი უკვე 8 წელი ვთქვათ, ხო? 2024-ის და 20 წლის არჩევნებს დაგვანახა. სულილება ყველას უნდა, მათ შორის ხელისუფლების მომხრეებსაც, აი პასიური მომხრეები არ მოწონთ, მაგრამ აი ესენიც არ უნდათ. მიმ ხალხისაც მესმის. ფაქტია, ძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აი ამდენი ხნის განმავლობაში მე თვითონ მომბეზდა ჩემი სახალის და გვარის გახსნა. ხო, ნუ ხარ ამობეზდა ეს მაგისი, ბოლოს და თვითონ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა მის ქონებას ეწირება და მოდი ერთ კაცს ნუ შევწირავთ იმას, რაც 1000 წელია გვაქვს და უთხილდებით და შევქმენით და ჩვენს გვიწვალია თანამედროვე ეპოქაში ჩვენც რაღაც გავგეკეთებია. ამიტომ ცვლილებები აუცილებელია და გადახალისება, საკმაოდ გონიერი და კარგი ახალგაზრდობა გვყავს, მინდა გითხრათ, ძალიან ამბიციურები და რაც ყველაზე კარგია, მათ ყველაზე კარგად დაინახეს და მიხვდნენ, რომ საქართველოს ეროვნული იდეის გარეშე არანაირი პოლიტიკური სისტემა არ შეიქმნება, ვერ შეიქმნება უბრალოდ, შეუძლებელია. და ის ზუსტად ის, რომ ძალიან ბევრი ჯანსაღი ამბიციის მქონე ახალგაზრდა ყავს, ძალიან ბევრი პროფესიონალი ყავს, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩანან და აი ვერ ხედავენ თავიანთ თავს და ვერ ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ გამოვიდნენ, დრო არის რომ გამოვიდნენ, ყველანი ერთად დავდგეთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. მადლობა მაია, ეს იყო მაია ქურიშვილი, ისტორიკოსი და მისი 20 წუთში ჩატეული სათქმელი.